გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის სასიყვარულო თემაზე. ამჯერად იქნება ერთი ვარიანტი. ერთვარიანტიანი გაშლის მოყვარულებისთვის. დიდი ხანია არ ჩამეწერია მსგავსი ვიდეო და დადგა ამის დროც. მაშასე წარმოიდგინეთ ვიზუალურად თქვენი ადამიანი როგორ საუბრობს, როგორ ეღიმება, როგორ მოძრაობს. თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ? ეს არის ძალიან ქარიზმატული, ენერგიული ადამიანი. უმრავლესობასთან რა თქმა უნდა ეს არის მამაკაცი. თუმცა ამავე დროს ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს, ძალიან ბევრს ნერვიულობს, განიცდის. ძირითადად ეს განცდები მისი უკავშირდება ფინანსებს. მას არ აკლია ფინანსები, შეიძლება ითქვა საკმარისი მეტიც აქვს, უმრავლესობასთან ძვირფასო და არა ყველასთან. უმრავლესობასთან ასეთი მოცემულობაა, რომ ის სტაბილურად დგას ფეხზე, ასე ვთქვათ, ფინანსების კუთხით. მიუხედავად ამისა, რაღაცას განიცდის, ფიქრობს. ეს არის ადამიანი ერთდროულად ენერგიული, ქარიზმატული, მიმზიდველი, მომხიბლავი და ამავე დროს ცოტა დეპრესიული და სტრესულიც. დაახლოებით ასეთია მისი აღწერილობა. ვისაც გეცნოთ თქვენი ადამიანი, განაგრძეთ ნახვა. ვისთანაც სხვა ადამიანია არ ემთხვევა ამ აღწერილობას, რა თქმა უნდა, თქვენთვის არ არის ეს ვიდეო. განვაგრძოთ, ვინ ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის? იგი ვიზეც განიცდის და ღელავს, როგორც აღმოჩნდა, მეგონი ეს ხართ თქვენ ღმერთო. ესე იგი თქვენ ხართ მისი წყვილი, მისი ადამიანი, რომელიც მას ენერგეტიკულად შეეფერებით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პარამეტრებით შეეფერებით და სინქრონში ხართ მასთან, რეზონირებთ 100%-ით, ოღონდ ამავე დროს აქ არის იმედგაცრუება, ინტრიგები, რაღაც შეიძლება ის ფიქრობს, რომ თქვენ მას ჭკუაში აჯობეთ. თქვენ შესაძლებელია წახვედით მისგან, ან რაღაცაზე უარს ეუბნებით, უარს ამბობთ თითქოს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენც იცით, რომ მისი წყვილი ხართ თქვენ, ასე ვთქვათ, მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც თქვენ სულს არ აჩვენებთ, რაღაც ესეთი რაღაცა არის. უფრო მეტია აქ, მაგრამ ყველაფრის თქმა, რა თქმა უნდა, არ მსურს საჯარო ვიდეოში. ესე იგი, ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ მისი ადამიანი. მას მიაჩნია, რომ თქვენ ხართ მისი მეორე ნახევარი. მიუხედავად იმისა, რა სტატუსი გაქვთ, ვინ ხართ მისთვის, ამას ამ მომენტში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ის მიგიჩნევთ თავის ნახევრად. ეს არ ნიშნავს ვირფასებო, რომ შეიძლება თქვენ მისი მეუღლე ხართ. თუმცა არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ არ ჩანს კანონიერი ქორწინება, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ყველასთან არ ავიმეორებ, ყველასთან იქნება სხვადასხვა სიტუაცია, მაგრამ საერთო ერთია, რომ ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენ მიგიჩნევთ თავის ადამიანად. კარგით, რას ფიქრობთ თქვენს ეს ადამიანი? ასე ვთქვათ, მის მეორე ნახევარზე, მისი აზრები რო გავახმოვანოთ, რას ფიქრობს ის თქვენს?
ესე იგი, ის ფიქრობს რაღაც ფინანსებზე, საჩუქრებზე, თუ ის ამ ყველაფერს აკეთებს, ანაკეთებდა, ამაზე ფიქრობს და ამავე დროს ფიქრობს, რომ დროა ნაცვლად მატერიალურისა, მაგალითად საჩუქრები, ფინანსები, ნაცვლად ამისა ემოციაც მოგცეთ. იმიტომ რომ საკმარისი აღარ არის მისი, ასე ვთქვათ, მზრუნველობა, ვთქვათ, სხვადასხვა რაღაცეებით. ეს არ არის საკმარისი. საჭიროა თქვენ ემოცია იგრძნოთ მისგან, მისი მყოფობა იგრძნოთ, მისი მხარდაჭერა იგრძნოთ, მისი სიყვარული იგრძნოთ. ამას ფიქრობს. ასევე ის ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან იზიდავთ, მას ეს აშინებს კიდეც, რომ რატომ იზიდავთ ასე. თითქმის ყველა სასიყვარულო გაშლაში ამას ვამბობ და აღარ მინდა ხოლმე ამის თქმა, მაგრამ ამოდის და რა ვქნა ძვირფასებო, ზოგჯერ შეიძლება ის ფიქრობს, რომ თქვენ რაღაც მაგიური ზეგავლენა გაუკეთეთ და იმიტომ ფიქრობს ამდენს თქვენზე. ძალიან სასაცილოა, თუმცა მამაკაცები ხშირად ფიქრობენ ამას. ანუ მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება იზიდავდეს ქალი ამდენი ხნის განმავლობაში, თუ კი მასზე არ არის რაღაცა მაგიური ზეგავლენა. ასეთი აბსურდული ფიქრები აქვთ ზოგჯერ ძვირფასებო მამაკაცებს, რაც არ უნდა გონიერი და წარმატებული მამაკაცი იყოს. მაინც აქვთ რაღაც ეს შიშები. კარგით, ამის გარდა კიდევ რას ფიქრობს ვნახოთ თქვენ. ძვირფას ეს უნდა გაჩვენოთ, შეხედეთ. თქვენ ნამდვილად მისი ადამიანი ხართ. აი როგორ ლამაზია, მე მგონი ხედავთ ამ კარტებს, ნახეთ. მეც მინდა რომ დავტკბე ამ არკანის ენერგიებით. შეხედეთ, მას თვალები აქვს დახუჭული, იმდენად სურს, რომ შეიგრძნოს თავისი ადამიანი. ფიქრობს, რომ უყვარხართ, ფიქრობს, რომ ეს არის უმაღლესი სიყვარული, ეს არის უანგარო სიყვარული მისი მხრიდან. ეს არის ის, რაზეც თურმე ის ოცნებობდა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. ამას სხვა არკანებიც ადასტურებს ძვირფასებო, ამ ერთ არკანზე დაყრდნობით, ამას არ ვამბობ. ეს არის გრძნობა და ჩვენ ვიკითხეთ, რას ფიქრობს. მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ, რას ფიქრობს თქვენზე ახლა. გზას ძვირფასებო, მერცო ჩემო. ფიქრობს, რომ უნდა მოვიდეს. აი შემიძლია უკვე დავასრულო არკანი ძვირფასებო. გილოცავთ. ის ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისი ბედნიერება, თქვენ ხართ მისი მზის ხივი. თქვენთან უნდა მოვიდეს და ეს ყველაფერი გაგეხმოვანოთ. ეს არის რვიანი კვერთხი. ესე იგი, მას ძალიან სურხართ, ასე ვთქვათ, სხვა სიტყვებით ვერ ვიტყვი. ფიზიკურად სურს თქვენთან მოახლოება. რა ვიცი, 8 წუთი ამემდინარეობს ვიდეო და როგორ დავასრულო ეს სწრაფად. კარგით, მაშინ ამოვიღოთ რჩევა თქვენთვის. არც ვარ დარწმუნებული თუ გჭირდებათ, მაგრამ არ ვიცი რა კითხვები დავსვა, იმდენად დადებითი, ასე ვთქვათ, არკანები ამოვიდა. მოდი ვნახოთ რჩევა თქვენთვის და ამაზე დავასრულოთ. და იყოს დღეს ესეთი ესე იგი, ძვირფასებო, თქვენ მისგან რაც უფრო თავს შორს იჭერთ, ვარსკვლავი. ესე იგი, რაც უფრო თქვენ კომფორტის ზონაში ხართ და არ გამოდეხართ, უფრო და უფრო აზარტში შედის ეს ადამიანი, უფრო და უფრო მეტად უნდიხართ და უფრო მეტად გრძნობს, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედოს თქვენთვის, უნდა მოგიპოვოთ. მასში ირთვება მონადირის ინსტინქტი.
და რჩევა თქვენთვის არის რა ვიცი რამდენად გაითვალისწინებთ ძვირფასებო ამას თავის შორს დაიჭერეთ. რატომაც ეს რჩევა ამოვიდა. ანუ არ აჩვენოთ ემოცია, არ გაუხმოვანოთ, რომ დაუშვათ გიყვართ, მასე ფიქრობთ და ასე შემდეგ. არა. ნუ რაღაც პერიოდი მაინც ცოტა ხანი თავის შორს დაიჭირეთ მისგან, შეგიძლიათ მოიმიზეზოთ ამისთვის თქვენი პირადი საქმეები, საქმიანობები, არავითარ შემთხვევაში სხვა მამაკაცი. უბრალოდ საქმე, რომ არ გცალიათ დაკავებული ხართ ოჯახური საქმეებით ან სამსახურის საქმეებით. აი რაღაცა ამ სტილის არის. აქ არ ჩანს რომ უნდა დააიგნოროთ ან დაბლოკოთ არამე, არა, უბრალოდ რომანტიკული ურთიერთობისგან რაღაც პერიოდი მაინც თავის შორს დაიჭეროთ. ესე მე თვითონაც გამეკვირდა ძვირფასებო, ესეთი რჩევა ამოვიდა. ნუ მინდა დავსვა კითხვა რატომ და ასე შემდეგ უამრავი კითხვები გამიჩნდა, მაგრამ არ დავსვამ ამ კითხვებს, იმიტომ რომ იქნებ თქვენ არ გაინტერესებთ. ამაზე დაგემშვიდობებით დღეს გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში, სამსახურში და საერთოდ ყველაფერში. შევხვდებით მომდევნო საინტერესო ვიდეოებში.